რადიო იმედის ეთერშია რუბრიკა იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე. აღმოაჩინე ის სიამოვნე და გაეცანი ტურისტულ სიახლეებს, ღირსშესანიშნაობებსა და სერვისებს, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე დაგხვდება და რომელიც კომფორტულსა და საინტერესოს გახდის შენს დაუვიწყარ თავგადასავალს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. რუბრიკას წარმოგიდგენთ დაცული ტერიტორიების სააგენტო APA.gov.g. გამარჯობა თქვენოსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეიდან ყოველ სამუშაო დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე. დღეს საქართველოს დაცულ ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად ვიმოვიხილავთ. მოგესალმებით ბატონო ლაშა და მადლობას გიხდით პროექტში მონაწილეობისათვის. თავდაპირველად ზოგადად ვისაუბროთ ამ რეჟიმში და დავიწყოთ, რას ნიშნავს დაცული ტერიტორიები, რა ნიშნით არის ის გამორჩეული და უნიკალური და რა ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. დაცული ტერიტორიების არის ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, ეროვნული საგანძური, რომელსაც გარემოდაცვის სამინისტრო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეშვეობით, თავისი ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით ახორციელებს ამის დაცვას. დღესდღეობით საქართველოში გაგვაჩინა 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. ბატონო ლაშა, რა ტიპის აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ ვიზიტორებს? ზოგადად რომ მივაწოდოთ მსმენელებს ინფორმაცია. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სერვისები, აქტივობები, ეს არის როგორც საცხენოსნო, სალაშქრო, სათავგადასავლო, ეს არის საწყლოსნო, კაიაკინგი, ზიპლაინი, ძალიან მრავალფეროვნება გაგვაჩინა ჩვენ დაცულ ტერიტორიაზე სერვისების კუთხით და აქედან გამომდინარე, მართლაც ძალიან საინტერესო არის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა და დათვალიერება და დათგობა იმ სილამაზით, რომელსაც თავაზობთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს იქნება თუ მოქალაქეებს. როგორია ვიზიტორთა სტატისტიკა? რამდენად ხშირად სტუმრობენ დაცულ ტერიტორიებს უცხოელი ტურისტები, რომელ მარშრუტებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორც ზოგადად დამსვენებლები, ასევე ქართველების მხრიდან დაინტერესება უშუალოდ რომელ მარშრუტებზე მოდის, თუ შეიძლება რომ ამის შესახებაც მოგვაწოდოთ ინფორმაცია. ყველაზე მონახულებადი, ასე ვთქვათ, ადგილი საქართველოში არის პრომეთეს მღვიმე. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე უმეტეს ვიზიტორთა სტატისტიკა ყველაზე მეტად არის დაფიქსირებული. მერე მოდის ხაზბეგის ეროვნული პარკი და მერე მოდის სათაფლის მღვიმე. საქართველოში მთლიანად დაცულ ტერიტორიებზე 2015 წელს დაახლოებით 500-ზე მეტი ტურისტი დაფიქსირდა. ეს რაც ჩვენთან მოვიდა, რაც დაარეგისტრირდა და ჩვენთან შესაძლებელი სერვისებით ისარგებლეს. ანუ ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვიძახით. არიან ხალხი, რომელიც ზოგი არ ფიქსირდებიან და ისე ჩვენს ვიზიტორთა ცენტრის ავლით შედიან ჩვენ დაცულ ტერიტორიებზე და ამიტომ ეს არის მიახლოებითი ციფრი. მაგრამ რაც სასიხარულო ის არის, რომ აქედან 62% არის საქართველოს მოქალაქე. 500,000-დან 62% რომელიც არის ქართველი, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ვინაიდან თუ შიდა ტურიზმი არ ამუშავდება, მარტო უცხოელების სტუმრაციმაზე ყოფნა ძალიან რთულია. ამიტომ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ სწორგზაზე გავართ და კარგად მუშაობთ. ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია ის ციფრი, რომელიც თქვენ სწორედ ახლა დაესახელეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ტერიტორიას, რა უნდა გავითვალისწინოთ დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული შეზღუდვა, არსებობს თუ არა კონკრეტული მინიშნება, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ? რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორია არის ის ადგილი, სადაც არ შეიძლება, ასე ვთქვათ, ზეგავლენა მიქონიოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც შევდიოთ. ანუ პირველ რიგში ყველა ადამიანმა ვიზიტორმა უნდა გაათვისებინოს, რომ ის არის მისი. დაცული ტერიტორია არ არის მხოლოდ გარემოდაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეს არის ყველასი და ყველას სიმდიდრე, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. და ეს უნდა დავიცოთ ასევე ყველასთან ერთად, ყველა თითოეულ მოქალაქესთან ერთად. რა უნდა დავანაგვიანოთ აქ, რა უნდა დავაზიანოთ, რა უნდა მოვტეხოთ ბუნების ძეგლები. ანუ ჩვენ გქონია ესე ვთქვათ სამწუხარო ფაქტები, როდესაც ვიზიტორები და მოუტეხიათ სალაკვიდები და ასეთი შესაბამისად ჩვენ გვიწევთ ხოლმე მათი მერე დაჯარიმება. ანუ პირველ რიგში მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს გარემოში ესე ვთქვათ სეირნობა და ათვალიერება, რომ ასე არ დაგვაუწეს, რომ ეს გარემო არის ის სიმდიდრე, რომელსაც ჩვენ ესე ვთქვათ ვამაყობთ და უნდა გაუფრთხილდეთ ყველა ჩვენთაგანი. და ბატონო ლაშა, საუბრის მიწურულს, რა არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მთავარი სათქმელი დღეს მოსახლეობისთვის, ტურისტებისთვის, დამსვენებლებისთვის, კონკრეტულად ამ ტერიტორიებზე შემსვლელი ვიზიტორებისთვის?
მთავარი სათქმელი მე მინდა ყველას რომ მოვუწოდო რომ რეალურად დაცული ტერიტორიების არის ის მექანიზმი საქართველოში რომელიც ხელს უწყობს სოციალ-ეკონომიკური დონის ამაღლებას მოსახლეობაში. ანუ ეს ეხმარება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში და ტურიზმის განვითარებაში. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს რომ ის იმ ხალხს განსაკუთრებით ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებში ცხოვრობენ დაცული ტერიტორიების რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები სერვისის გაუმჯობესებაზე და აქედან ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და დამატებითი მეტი ტურისტები მომიზიდოს, მაგრამ თუ არ იქნება შესაძლებელი სერვისი, უკმაყოფილება მოემატებს და ამიტომ ძალიან ცუდად იქონებს მე ზემოქმედება ჩვენზე. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მსმენელს შევახსენებ, რომ რადიო იმედის ეთერში უსმედით პროექტს მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე, რომლის სტუმარიც დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი გახლდათ. რადიო იმედის ეთერშია რუბრიკა იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე. აღმოაჩინე ის სიამოვნე და გაეცანი ტურისტულ სიახლეებს, ღირსშესანიშნაობებსა და სერვისებს, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე დაგხვდება და რომელიც კომფორტულსა და საინტერესოს გახდის შენს დაუვიწყარ თავგადასავალს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. რუბრიკას წარმოგიდგენთ დაცული ტერიტორიების სააგენტო APA.go.g